სასჯელახსრულების დეპარტამენტისა და გლდანის ციხის თანამშრომლებს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. პროცესი საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 10 დაკავებულიდან 6 წამების მუხლი, 4-ს კი პატიმრების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლი წაუყენეს. თამთა ჯანაძე იმყოფება საქალაქო სასამართლოში და მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. თამთა, უფრო კონკრეტულად რა ხდებოდა პროცესზე და თუ გააკეთეს ადვოკატებმა რაიმე კომენტარი? რა თქმა უნდა, მოსამართლე ბადრი შონიამ საშილახსრების დეპარტამენტის 10 თანამშრომელს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 6 მათგანს ბრალი წაუყენეს ადამიანების წამებაში, რაც ითვალისწინებს 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 4 მათგანს კი ბრალი წაუყენეს ადამიანების არაადამიანურად მოპყრობაში, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, რომელიც ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. აღსანიშნავია ასევე ის დეტალიც, რომ საშილახსრების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გაგა მკურნალიძე, რომელიც წამებაშია ბრალდებული, სასამართლო პროცესს არ დასწრებია. გვარი და სასამართლო დაარღვევდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 11 მოხელეს, რომელიც დაკავებული იყო აღდგომისგებლად შეუპარა. თავიანთი მონაწილეობის ხარისხის მიხედვით შემთხვევაში მოხდა მათი ქმედებების დაკვალიფიცირება. გაჩეკა კუთხანიძე არ ესწრებოდა პროცესს რა. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ კიდევ იგეგმება ინტერვიუს ჩატარება დეტალებთან დაკავშირებით მოგახსენებთ ჩემს. გარდა ამისა, განცხადება გააკეთეს წამებაში ერთ-ერთი ბრალდებულის ლევან ფხალაძის ადვოკატებმა. მათ სასამართლოზე აღნიშნეს, რომ მათ კლიენტს არ უცემია პატიმრები და ამის არგუმენტად მოიყვანეს ის, რომ მათ კლიენტს არ აქვს ჯალათის ფიზიономია და ყავს მცირეწლოვანი შვილი. ვიცავთ ლევან ფხალაძის ინტერესებს, მიგვაჩნია რომ ამ რეზონანსულ საქმეში ლევან ფხალაძე არის ყველაზე უმდაბლესი გოლი. ფაქტობრივად ის არის ბრძანების შესრულების მსხვერპლი. ამ ეტაპზე უდანაშაულობის პრეზუმპციას ვერ დავარღვევთ, უბრალოდ მოგახსენებთ, რომ ლევან ფხალაძე აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეგნებული აქვს თავისი მოქალაქეობრივი ვალდებულება და მას ხელი არ შეუშლია გამოძიებისათვის. ძირითადად აქცენტი არის მასზე, რომ მას ბედუკიძემ, რომელიც ზებნაში იმყოფება, მისცა გარკვეული სახის დავალება და შესაბამისად ბრძანებაში მოიყვანა, სისულეში მოიყვანა ბრძანება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაებუქნენ, რომ გააგდებდნენ სამსახურიდან, მოგეხსენებათ, რომ გააფუჭებდნენ, გაფუჭებაში რა იგულისხმება, ალბათ მოგეხსენებათ. ჩემი დაცვის ყოფს არავინ არ უწამებია. იყო ის ზოგიერთი რაღაცა ჯერჯერობით ვერ გავახმოვანე. მაგრამ ერთადერთი აღიარა ეს მთელი საქართველოს კარგია, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ადამიანები ვინც შესრულებელი იყო, მან დაასახელა, გამიგეთ? მეც მე ვერაფერს ვერ დავამატებ. მონაწილეობა წამებაშია, ცემა სხვა და წამება სხვა. კონკრეტულად გითხარით რა? სიგარეტის მოკიდება ბოდიში და იმის გაკეთება, ცოცხლია თუ რაღაცა და იმის ყოველდღიურად. როგორც ესეთი ჩვენს დაცვის კოდექსში ცემა არსებობს? ეგეთი არის სისხლის სამართლის კოდექსში არის ცემის ისა შეუძლებელი კარგი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოს შენობის შესასვლელთან მიმდინარეობდა ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის აქცია და კიდევ ერთი ინფორმაცია, მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება 2012 წლის 8 ნოემბერს. მადლობთ, ეს იყო პირდაპირი ჩართვა საქალაქო სასამართლოდან და ჩვენი კორესპონდენტი თამთა ჯანაძე.